კარგად და ესეთი ფერადი მაგიდა დაგახვედრეთ. ფანტასტიკურია, აი ზაფხულის არომატიც არის და შესაბამისად აი ეს ნახატიც ძალიან უხდება ზაფხულს. კი, ნამდვილად მაყურებელიც ამჩნევს როგორი სილამაზე დაგახვედრეთ შუადღემშვიდობისა ჩვენ მაყურებელსაც და გეტყვით რომ უკვე დათბა როგორც უკვე აღნიშნეთ და ისაუბრეთ და გეტყვით რომ სეზონური ხილის მარწყვის ალუჩის და ბალის დროც მოვიდა და ყოველ სეზონზე მნიშვნელოვანია რომ მის ვიტამინები მივიღოთ რომელიც სწორედ ამ პერიოდშია და ამ ხილშია სწორედ და გეტყვით რომ მნიშვნელოვანია კარგად ამოვარჩიოთ რომელია ჯანსაღი მარწყვი ალუჩა თუ ეს თქვათ ბალი და მარტივი მეთოდებით მინდა რომ დავიწყოთ მარწყვის ექსპერიმენტი და აღმოვაჩინოთ ისეთი დანამატები მაგალითად როგორებიცაა ქიმიკატები ასევე პესტიციდები შესაძლოა სხვადასხვა ეს თქვათ დანამატიც იყოს და არის თუ არა კარგად გარეცხილი ჩვენი მარწყვი ესე ძალიან მნიშვნელოვანია მინდა რომ მოხვიდეთ ჩემთან მე უკვე დავიწყე პატარა ექსპერიმენტი იმიტომ რომ ოთახის ტემპერატურის წყალში უნდა ჩავდოთ რამდენიმე მარწყვი, აი მაყურებელი ხედავს, რომ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უკვე ეს მარწყვი ამ ჩვენს ოთახის ტემპერატურის წყალში არის და ამ შემთხვევაში უნდა გამოვარკვიოთ არის თუ არა კონკრეტულად ამ მარწყვში ეგრეთ წოდებული მეტალის, ესე ვთქვათ, მძიმე მეტალები, იმიტომ რომ შესაძლებელია ნიადაგიდან შეითვისოს, ესე ვთქვათ, ხილმა და მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ და ამისთვის დაგვჭირდება მონეტა ქართული თეთრი ამ შემთხვევაში. მძიმე მეტალებზე თანახმა ხარ ვაშა? კი, მარწყვიდან. ნუ ჯერ მარწვთან ერთად მონეტების მიყრება არ დამიწყია და ეგრეთ არ მიყვარს. ჩავაგდოთ ჩვენი მონეტა, ამასაც ცოტა დრო ჭირდება, დაახლოებით 5-დან 10 წუთამდე და თქვენი აზრით რა შეიძლება მოუვიდეს მონეტას თუ ამ კონკრეტულ მარწყვში არის მძიმე მეტალები. გაშავდეს. სავარაუდოდ. წავალ თითქოს. ფერი უნდა შეიცვალოს მოკლედ. ფერი უნდა შეიცვალოს, ნამდვილად ჩვენ ცოტა ხანში რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამიდან რომ დავბრუნდებით, ვნახოთ ამ მონეტას რა მოუვა. ჩემი თავი დავიჭირეთ ყულში, ხა? აი აქ თუ ეს მონეტა გაშავდა, ამ მარწყს ვერ შევწავ. ვერ გავრისკავ ნამდვილად. ასევე გვინდა რომ გამოვარკვიოთ პესტიციდები არის თუ არა ამ მარწყში, ამისთვის ასევე დაგჭირდება აი ასეთი გამჭვირვალე თასი, ანუ მინდა რომ წყალი ჩაასხა, ცოტაოდენი. აბა, ვაშა, შენც უნდა დაგასაქმო და სწორედ ამ წყალში მინდა რომ ჩაყარო რამდენიმე მარწყვი. ასევე დაგჭირდება საკმარისია ცოტაოდენი კიდე შეგიძლია და მარწყვი ჩავყაროთ. შემდეგ უნდა დაუმატოთ საკმარისია, ანუ მადლობა, უნდა დაუმატოთ ძმარი. და დავაკვირდეთ რა მოუვა ჩვენს წყალს. რამდენი ჩავაგდო? აი საკმარისია უკვე. ძმარი რა რაოდენობა? ძმრით ვიცი რომ რეცხავენ ხოლმე. კი, ასევე ნამდვილად ესე დავასხათ რამდენი. არა, მთლიანად არა, ცოტა. აბა დავაკვირდეთ რა მოუვიდა წყალს, აბა. რა შეიძლება მოუვიდეს თუ მასში არის, ეს ვთქვათ, პესტიციდები. უნდა შიშხინდეს ალბათ. ძმრის ფუნქცია. სწორია. ხო, შიშხინია. ძმას აბას ხო არ ამოსდის. ძმარი ამაში სუსტი მხარეა ჩემი და აი შენ მაგისტრის ხარ აქ. თურმე უნდა შიშხინდეს, მაგრამ კი, ნამდვილად, თუ მასში არის პესტიციდები, კონკრეტულად ეს წყალი, ეს თქვა აშიშხინდება, მაგრამ ცოტა ხანი კიდე დაველოდოთ და რეკლამის შემდეგ ამ ორივე ექსპერიმენტის შედეგებს უფრო კარგად და თვალსაჩინოდ დავინახავთ, იმიტომ რომ ამასაც დაახლოებით 5-10 წუთი ჭირდება იმისათვის, რომ ეს თქვა ტექსტურა შეიცვალოს და შესაძლოა ცოტაოდენი ქაფით წამოვიდეს ზედაპირზე, ამიტომ მე მგონი ჯანსაღი მარწყვია. კი, ნამდვილად, თან ვიზუალურად კარგად გამოიყურება. სპეციალურად დიდი ზომის მარწყვები ჩავაგდე, რომ ნერწყვი მოგვივიდეს, ხო? და შესაბამისად გავიტაცო მე. კი, ეს არის ის ორი ექსპერიმენტი, რომელიც მინდოდა რომ მარწვთან მიმართებით გამოგვეცადა და რეკლამის შემდეგ უკვე შედეგებზე უფრო კარგად ვისაუბრებთ. ახლა უკვე უნდა გადავიდეთ სხვა ვიზუალურ მინიშნებებზე, რაც ჩვენი ეს თქვა მარწვთან არის დაკავშირებული. თუმცა, მინდა რომ მაყურებელს უთხრა ამ ყველაფერს რეკლამის შემდეგ გავაცნობ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც მარწვს ვყიდულობთ და დაგველოდეთ და უფრო დეტალურად განვიხილავთ ექსპერიმენტის შედეგებსაც და ასევე ვიზუალურ მინიშნებებსაც მარწვთან, ალუჩასთან და ბალთან მიმართებით. დაგველოდეთ. ანუ რამდენიმე წუთში გავიგებთ მარწყვი ვარგისია თუ არა. ბრუნდებით ეთერში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთით, გეტყვით რომ ჩვენთან ერთად ჩემთან და ანუკასთან ერთად იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი ნინა ოთარაშვილი, რასაკვირველია პრაქტიკული და საინტერესო რჩევები დღეს განვიხილავთ
მარწყვი, ალუჩა, ბალი და რეკლამამდე დავიწყეთ ჩვენა გარკვეული ექსპერიმენტის ჩატარება მარწყვთან მიმართებაში და უნდა გავერკვეთ ეხლა რა აღმოვაჩინეთ აქედან. რა აღმოვაჩინეთ? არ ვიცი, მე მგონი ყველაფერი რიგზეა. კი ბატონო, მაყურებელს ვეთყვი პირველ რიგში რა ჩავატარეთ, ეს არის ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურის წყალში 30 წუთის განმავლობაში მოვათავსეთ მარწყვი და შემდეგ უკვე დაახლოებით 10-5-10 წუთის განმავლობაში ჩავყარეთ მონეტები. ეხლა ლაშას ვთხოვ რომ ამოიღოს მონეტა და მაყურებელს ვაჩვენოთ რა მოვიდა ამ ჩვენ მონეტას, აბა. და ლაშამ და ანუკამ დაასკვნეს რომ თუ არაფერი არ მოუვა და არ გაშავდება, ესე იგი მარწყვში ნამდვილად არ არის ძიმე მეტალები და ხო, ფერი უნდა ისიც უნდა უთხრათ რომ ფერი უნდა შეეცვალა, ხო? ფერი უნდა შეეცვალა, ოდნა უნდა გამუქებულიყო და ჟანგისკენ უნდა წასულიყო. ამ მეთოდის გამოყენება ყველა პროდუქტზე, ყველა ხილზე არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მარწყვზე არის კი ბატონო, რეკომენდებული რომ მარწყვზე გამოვიყავთ. მეორე შემთხვევაში ჩავასხით წყალი, შემდეგ მარწყვი ჩავყარეთ და ვაშლის ძმარი დავამატეთ. ამ შემთხვევაში უნდა გაჩენილიყო მცირე ბუშტუკები თუ ჩვენს მარწყვში არის პესტიციდები და ამ შემთხვევაშიც წყალი დარჩა ჩვეულებრივი უცვლელი კრიალა, არც არ შეშინდა, არც არაფერი. ნამდვილად, ჩვენ რეკლამაზე ვსაუბრობდით სტუდიაში წარმოდგენილ მარწყვზე, ხო, მანუკა და მაყურებელსაც გავაცნოთ სხვა ვიზუალური მინიშნებები, რაც მნიშვნელოვანია მარწყვთან მიმართებით. ძალიან პრიალა და სრულყოფილად იდეალური მარწყვი, თითქმის ხელოვნური იერსახით შეიძლება იყოს დამუშავებული ზედმეტი სასუქით და ეს ზრდის სტიმულატორებით შეიძლება დამატებული იქონეს. ამ შემთხვევაში ცოტა შეილახა ჩვენი მარწყვი და ეს ძალიან ბუნებრივია, რადგან კი, ნამდვილად ეკუთვნის, ასევე გეტყვის რომ მნიშვნელოვანია ასევე სურნელი. მარწყვს თუ არ აქვს ბუნებრივი სურნელი, უსუნო ან არასასიამოვნო სუნი აქვს, ეჭვი უნდა გაგვიჩნდეს. შეგვიძლია რომ დავსუნოთ ჩვენი მარწყვი, როგორი სურნელი აქვს, ლაშა? გადასარევი. შვენიერი ხო? ეთერის მერე შეგვიძლია. გადავიდე სხვა ხედზე კამერა და მე ვიცი რასაც ვიზავ. აი ეს ვიდა. ახლა უნდა მივცეთ ჩვენ მაყურებელს რჩევები რისკის შესამცირებლად. აუცილებლად კარგად უნდა გავრეცხოთ მარწყვი სასურველია ძმრით ან სოდით განზავებულ წყალში და ეს არის უნიკალური მეთოდი, ნამდვილად გამოგადგებათ სხვა, ესე ვთქვათ, ბოსტნეულზეც, ასევე ხილზეც ეცადეთ იყიდოთ ბიო ან ეკო სერტიფიცირებული მარწყვი, ასევე არ შეინახოთ დიდი ხნით, დროთა განმავლობაში იზრდება ბაქტერიული რისკი. ასევე გირჩევთ, რომ როდესაც იყიდით მარწყვს მთლიანი რაოდენობა არ გარეცხოთ და არ გაარჩიოთ, რადგან შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში გაფუჭდეს, რადგან წყალში უკვე მოხვედრილი მარწყვი მალევე ფუჭდება და მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოვიყენოთ. ასევე გეტყვით, რომ მარწყვი არა მარტო გემრიელი ხილია, რაც ასე ძალიან გვიყვარს ყველას, არამედ მას ჯანმრთელობისთვის ბევრი დადებითი თვისება გააჩნია და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გრაფიკაზე თუ რა დადებითი თვისებები გააჩნია ჩვენს მარწყვს. ეს არის ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი, ასევე სისხლის შაქრის რეგულაციას ახდენს, ასევე კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის არის ძალიან კარგი, ასევე საჭმლის მონელების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ასევე ჭარბი წონის პრევენციას უწყობს ხელს, რადგან არის დაბალკალორიული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა შაქრის გარეშე მივიღოთ მაგრამ. კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ადამიანს აქვს მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, თუ ვერ ჭამს ტკბილეულს, მარწყვი იდეალური გამოსავალი. ახლა უნდა გადავიდეთ ცოტა უფრო მჟავე პროდუქტზე და ეს არის ალუჩა, ძირითადად. კი, ნამდვილად. შევცვალოთ ადგილი ამ მწვანე ხილზე უნდა გადავიდეთ. გეტყვით, რომ ალუჩა ასე თუ ისე მიიჩნევა, რომ არის ესე ვთქვათ ველური ხილი და შესაძლოა რომ არ შეიცავდეს ეს ვთქვათ დანამატებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლოა რომ ადამიანებმა ამ კონკრეტულ ხილს დაუმატონ გარკვეული დანამატები, რათა მალე გაიზარდოს. და სეზონზეც კი ხდება. კი, ნამდვილად შესაძლებელია რომ მალე გაიზარდოს და უფრო დიდი რაოდენობით მოხდეს მისი წარმოება. ექსპერიმენტისთვის დაგჭირდება სოდა და რა თქმა უნდა ალუჩა. ლაშა ალუჩის გარეშე ალუჩის ექსპერიმენტს ფიზიკურად ვერ ჩავატარებ. უნდა ავიღოთ ალუჩა, შეგვიძლია რომ ანუკა შენს ჩაერთო, პატარაზე უნდა გავჭრათ ისე რომ შიდა ნაწილში შემდეგ ჩავყაროთ ჩვენი სოდა, აბა ანუკა ჩამოვჭრათ მარტივად. კი ბატონო. ლაშა, აბა შენს ამისთვის ასევე დაგჭირდება აი ასეთი ორი შვერი. სულ ერთია, რომელიც შენ უფრო გაგიმარტივდება, ანუკა. და
უნდა დავასველოთ ესე ვთქვათ სოდაში, ცოტაოდენი ავიღოთ და წავუსვათ ალუჩას და უნდა დავაკვირდეთ. თქვენი აზრით რა შეიძლება მოუვიდეს ზრდის ესე ვთქვათ დანამატებით მოყვანილ ალუჩას? ექსპერიმენტებში. თან მაყურებელს ვაჩვენოთ რა მოძის ამ შემთხვევაში ზედაპირს. ჯერ არაფერი სოდა წავუსვი მოკლედ და გამოგდეს. და საკმაო რაოდენობით ხო ალბათ ამანაც ფერი უნდა შეიცვალოს სავარაუდოდ არა ნინა? ანუკა შერეს ფიქრობ. ვეთანხმები ლაშას დასკვნას. ამ შემთხვევაში არასწორი პასუხია, მაგრამ ჩვენთვის საბედნიეროდ, რადგან თუ კანი ან რბილობი გადაჭარბებულად ქაფთება ან შუშხუნებს, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია რომ დაემართოს, ეს მიგვანიშნებს სინთეტიკურ ჟავა გამძლიერებელ, ესე ვთქვათ, ნივთიერებებზე, რაც ხშირად გამოიყენება დასამწიფებლად და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ერთგვარი გრაფიკა. აბა, კარგად შენი. კარგად არის ჩვენი ერთი ხიდან არის დაგრაფილი. ნინა ერთხელ უხარისხო პროდუქტიც მოგვიტანი რომ მივხვდეთ რა. აი, ყველთან მიმართებით ხომ მქონდა ლაშა. კი ბატონო, კი. ასევე წიწაკასთან მიმართებით და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ესე ვთქვათ გრაფიკა მახასიათებლებს თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც შევიძენთ ალუჩას. ფერი ბუნებრივ ალუჩას უნდა ქონდეს არაერთგვაროვანი, ზოგჯერ ლაქებიანი შესაძლოა იყოს, ასევე გეტყვით რომ დასამწიფებლით დამუშავებულ ალუჩას შესაძლოა რომ ერთფეროვანი და მკვეთრი ფერი ქონდეს და ერთგვარი ხელოვნური ვიზუალი ქონდეს. სურნელის შემთხვევაში უნდა იყოს სურნელოვანი ბუნებრივი ალუჩა და დასამწიფებლით დამუშავებული ალუჩის შემთხვევაში უსუნო შეიძლება იყოს. გემო ბუნებრივად მჟავე ტკბილი უნდა იყოს, გააჩნია კი ნამდვილად თავარი ამბავი, ხოლო დასამწიფებლით დამუშავებულ ალუჩის შემთხვევაში წყალწყალა მკვეთრად მჟავე და მსგავსის ალბათ შეგხვედრიათ, როდესაც დაგიგემოვნებიათ ალუჩა. ტექსტურა თანაბრად რბილი ან მაგარი უნდა ქონდეს, არ უნდა იყოს გარკვეულ ნაწილში მაგარი, გარკვეულ ნაწილში რბილი, ანუ ერთიანად უნდა ესე ვთქვათ დამწიფდეს, ხოლო დასამწიფებლით დამუშავებული ალუჩა გარედან რბილია, ხოლო შიგნით მაგარი და ალბათ მსგავსი მომენტიც ქონიათ, როდესაც ალუჩას ესე ვთქვათ შეიძენთ. და ალუჩის ძირითად თვისებების მინდა რომ გითხრათ და შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი გრაფიკა, საჭმის მომლელების გაუმჯობესება, ასევე ღვიძლისა და ნაღლის მუშაობის სტიმულაცია, მდიდარი ანტიოქსიდანტებით ამცირებს ქოლესტერინს, ამაღლებს იმუნიტეტს და ძალიან ბევრ C ვიტამინს შეიცავს, ამიტომ როდესაც ერთგვარ დიეტაზეც ვართ, შესაძლოა რომ ძალიან დიდი რაოდენობით ალუჩას თუ მივიღებთ, საკმაოდ კარგი იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან არის დაბალკალორიული. ასევე მარწყვიც. მარწყვის აუცილებლად. აი ესეთი ფერადი, ესე ვთქვათ, დღე მოგიწყვეთ და დამერწმუნეთ რომ გამოგადგებათ. კი, აუცილებლად, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. მადლობა ნინა. და მომავალ სამშაბათამდე ესე მომავალ სამშაბათამდე ეთერის მერე გელოდებათ ხშირად. რა თქმა უნდა.